შეგვიძლია მე ვიზარავ მოგესალმებით. მე ვსურს გავაკეთო ქართული მარშის საუბარსო ჯგუფის სახელით განცხადება. მოგახსენებათ, რომ დღეს საღამოს 8 საათზე აღმოჩენების გამზირზე დაგეგმილი არის ქართულ პატრიოტთა და მამულიშვილთა მიერ ორგანიზებული ქართველთა მარში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ნაციონალური მოძრაობის სამიზნე კონტროლირებადი სატელიტი, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოების მიერ იგეგმება გარკვეული სახის ხელის შეშლა აქციისათვის. ამ მიზნით ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი ზონის ლიდერები ამ დღეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას საქართველოში არალეგალურად შემოსულ ექსტრემისტებთან. მე შემიძლია მოგიყვანოთ ერთ-ერთი პიროვნება, ეს გახლავთ იმედა ზუმბაძე, თურქეთის მოქალაქე, თავისუფალი ზონის წევრი, რომელიც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ექსტრემისტული საქმიანობის გუნდის ის და მისი ოჯახი თურქეთიდანაც თურქეთში ძიდევნებიან, ეს ადამიანი ცდილობდა მოესყიდა უცხოელი მოქალაქეები, რათა უცხოელ მოქალაქეებს განახორციელებინათ რაიმე სახის პროვოკაციული ქმედება ქართულთა მარშის მსვლელობის დროს. მე მინდა საკუთრებას გამოცხადო, რომ ჩვენი მსვლელობა არის მშვიდობიანი. ჩვენი მთავარი მიზანი არის იმ მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდობიანად, რადგანაც თუ კი აქციაში იქნება ძალადობის თუნდაც მცირედი ელემენტი, ეს ჩვენი მტრების სისხლზე დაასხამს წყალს. ამიტომ მე მინდა მიმართო საგანგებო განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებს და ხელმძღვანელებს. სასწრაფო წესით აღკვეთეთ ნაციონალური მოძრაობის თავისუფალი ზონის და მათი სატელიტების მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციული ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერზე, რაც კი განვითარდება, პასუხისმგებლობა დაინგრება ხელისუფლებას. აქციის ორგანიზატორები ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხსნიან საკუთარი თავისგან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რადგანაც ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ხას უსვამოთ, ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჩვენი აქცია არ არის მიმართული არც ერთი ეროვნების, არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი აქცია არის მიმართული იმისაკენ, რომ ხელისუფლებამ აღასრულოს კანონი და საქართველოში კანონმა იკარგოს. ეს იყო ჩვენი საგანგებო განცხადება. ამავე დროს მინდა აღვნიშნო ერთი რამაც, რომ ჩვენ დღეს ვაკვირდებოდით იმ სამარცხვინო აქციას, რომელი აქციას ნაციონალურ მოძრაობამ ჩაატარა საზღვრის ზოლთან. 150 ადამიანი, რომელიც იქ მივიდა და ესენი იყვნენ ძირითადად დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის წევრები, არის ქართველი ერის სირცხვით. იქ ნაციონალური მოძრაობა კი არა, მთელი საქართველო უნდა მისულიყო და ჩვენ ვდებთ პირობას ქართველთა მარშის ორგანიზატორები, რომ უახლოეს ხანებში ჩვენ გავმართავთ მასობრივ საყოველთაო მსვლელობას საოკუპაციო ხაზთან, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ვეთქვით ოკუპანტებს, რომ მათი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის. ხოლო ნაციონალურ მოძრაობამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური ლოზუნგი იყოს, დამნაშავეს, მოღალატეს, არასოდეს არცად არ წაყვება ქართველი ერი, არც საქართველოს მოსახლეობა. დღეს მათ იმ მცირერიცხოვანი აქციით, რომელიც მათ ჩაატარეს, ტრის ცისქვილზე დაასხეს წყალი და მე უკვე საფუძვლიანად მიჩნდება იმის ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი FSB-შნიკი და KGB-შნიკი ბიძის მეშვეობით ასრულებს ოკუპანტის დავალებას. ეს იყო ჩვენი განცხადება, თუ გაქვთ კითხვები, ჩვენ შეგვიძლია რომ გაგცეთ ამ კითხვებზე პასუხი. მარშრუტი იქნება აღმოჩენების გამზირზე დაიწყება 24 სკოლასთან და რკინიგზელთა სახლთან და დამთავრდება მსვლელობა მარჯანიშვილის მოედანზე. მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართება მიტინგი. მიტინგზე გაჟღერებული იქნება მოთხოვნები, პეტიცია და ულტიმატუმის ვადა იქნება განსაზღვრული ხელისუფლებისადმი
და ეს ყველაფერი ჩაბარდება ხელისუფლებას და ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ჩვენს მოთხოვნებს, ჩვენ გადავალთ პროტესტის ბევრად უფრო რადიკალურ ფორმაზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ქვეყანაში სასწრაფო წესით შემუშავდეს ისეთი ტიპის საიმიგრაციო კანონი, როგორიც არის ევროპის სამოქალაქო ქვეყნებში. როდესაც გამკაცრებული იქნება ბინადრობის და მოქალაქეობის მიღების წესი, ისევე როგორც ეს არის გამკაცრებული გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. მეორე, ყველა კანონის დამოუკიდებელი კრიმინალი არალეგალი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში აწარმოებს თავის კრიმინალურ საქმიანობას, დეპორტირებული იქნა საქართველოს ტერიტორიიდან. მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ღონისძიებებით აკრძალოს ის კანონსაწინააღმდეგო ბუდეები, სადაც არის ტრაფიკინგი, სადაც არის ნარკოტიკებით ვაჭრობა, სადაც არის არასრულწლოვნების გარკვეული საქმიანობაში ჩაბმა და მეოთხე, აიგზავნოს დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით და ისევე როგორც უნგრეთში, ისრაელში და ევროპის სხვა სამოქალაქო ქვეყანაში არის, აიგზავნოს ანტისახელმწიფოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უცხოეთიდან. ბატონ სანდრო, თქვენ ახსენებთ რადიკალური მეთოდები, თუ არ შესრულდება თქვენი მოთხოვნები, რას გულისხმობთ კონკრეტულად რო გამართოთ და რა სახეს მიიღებს თქვენი პროტესტი იმ შემთხვევაში, თუ არ დაგმაყოფილდა თქვენი მოთხოვნა. ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ თუ პროტესტს რა რადიკალურ ფორმის ვიხმართ, იმ შემთხვევაში თუ ეს არ შესრულდა, მაგრამ ვერცმუნებთ, რომ ეს იქნება რადიკალური და ეფექტური ღონისძიებები, რომელიც ხელისუფლებას მაინც აიძულებს, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს, შესრულდეს. კიდევ რადიკალურში გულისხმობა შიმშილობიდან აჯანყებამდე. ვერად გულისხმობთ, გვაინტერესებს ჟურნალისტები ყველარები. შვიდობიანი პროტესტის რადიკალური ფორმები. მე თქვენ ეთყობა არ იცით, თუ რას ნიშნავს რადიკალური შვიდობიანი პროტესტი და ეთყობა არ იცით და მე მინდა აგიხსენოთ, რომ რადიკალური შვიდობიანი პროტესტის ფორმები არსებობს ეროვნული დაუმორჩილებლობა, საყოველთაო გაფიცვა, სამთავრობო შენობების ბლოკირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ ასეთ ნაციონალური მოძრაობა და კონკრეტული თქვენს წინააღმდეგ მიმართული რომ შეიძლება გავტეჭირო თავისუფალ ზონამ რაღაც ნაბიჯი გადაგას. რაიმე კონკრეტული ინფორმაცია თუ გაქვთ, კონტრაქცია თუ იგეგმება რაიმე სხვა. კონტრაქცია დღეს ჩაატარეს ნაციონალურ მოძრაობამ, სამარცხვინო აქცია. მე ვერ წარმოვიდგენია ეს ადამიანი ილუზიით ცხოვრობენ და რატომ გონიათ რომ მიხეილ სააკაშვილის დაძახებულზე ვინმე წავიდოდა იქ იმ ავაზაკების გარდა და იმ ადამიანების წამებების გარდა, იმ მერაბიშვილის ახალების ბანდების წარმომადგენლების გარდა, რომლებიც იქ იყვნენ. მე მინდა მთელ მსოფლიოს განუცხადო, რომ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ 150 და 200 ადამიანი არის ის ადამიანი, რომელიც ოკუპაციას აპროტესტებს. ჩვენ ბევრად მეტი ვართ, უბრალოდ დამნაშავეებს და ხალხის წამებლებს ხალხი არ გახვდება. მაგრამ როდესაც ხალხი თავად გაუკეთებს ამ ასეთ აქციას ორგანიზებას, იქ იქნება ათეულადასობით ადამიანი, რომელიც ეთქვის ოკუპანტს, რომ ოკუპაცია უნდა შეჩერდეს და ოკუპანტი უნდა წავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან. საუბარია, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ისინი გეგმავენ რაღაცას, ხო? კონკრეტულად რა? გუში გამესიზმრა, რასაც გეგმავენ და მე გეტყვით რა. ეგ რო ვიცოდეთ, მე დავასრულებ კონკრეტული სახელმწიფო ადამიანის, რომელიც როგორც მოგწოდებს ინფორმაცია, თანხებს თავაზობდა იმისათვის, რომ მომხდარიყო პროვოკაცია, ხო? მე არ ვისაუბრე აბსტრაქტულად ამ შემთხვევაში. ამავე დროს, ჩვენს ხელს არსებული ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას გარკვეული ჯგუფებთან იმისათვის, რომ დღეს მომხდარიყო პროვოკაცია. პროვოკაცია შეიძლება იყოს მრავალი სახის. შეიძლება იყოს ეს გარკვეული მარგინალური ჯგუფების მიერ გზის გადაკეტვის ცდელობა, რომ ჩვენ არ გავიაროთ. შეიძლება იყოს სხვა ქმედებები, ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ, მაგრამ პრევენციის სახით ჩვენ ვეუბნებით ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავე დროს შეიძლება შემოაგზავნოს პროვოკატორი თვითონ ჩვენი აქციის შიგნით და ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუ პროვოკატორი იქნება შემოგზავნილი,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამის უწყებებმა ეხლავე მიიღო ზომები, რადგანაც ჩვენ აი იმ ხალხზე, რომლებიც ორგანიზატორები ვართ პასუხისმგებლები, ესენი არიან აბსოლუტურად მშვიდობიანი მანიფესტანტები და ყველაზე მეტად საქართველოს მტრებს, ექსტრემისტულ ძალებს, უცხოელებს თუ ქართველებს, რომლებიც არიან და რომლებიც მიმართულები არიან ქართველთა მარშის წინააღმდეგ, აწყობთ, რომ დღევანდელმა მარშმა არ ჩაიაროს მშვიდობიანად. ამიტომ აცხადე, ჩვენ არ მქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ არ ვისაუბრებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, აქცია ჩაივლის ისე, როგორც საჭირო არის, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ყველა შესაძლო ნიუანსი და პროვოკაცია, რომელიც არსებობს. მე ვიცი, რომ ის პიროვნება, რომელიც თავისუფალი ზემისწრები, რომელიც თანხას თავაზობდა უცხოელებს, ძირითადად თურქებმა კინძისყრით გამოაკლეს და სწორედ თურქებისგან აქვს ჩვენ ეს ინფორმაცია. ლეგალურად მაცხოვრებელი თურქებისგან, რომელსაც ბიზნესი აქვს საქართველოში, რომ მათ უთხრეს, რომ შეხარ პროვოკატორი და დაანებე პროვოკატორობას თავი და წაეწყრი აქედან და გამოაკლეს ეს ადამიანი. მაგრამ როდესაც ამ ადამიანს ჰქონდა მცდელობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მცდელობა შეიძლება ჰქონდეს სხვა ადგილასაც, საიდანაც ჩვენ ინფორმაცია არ გვექნებოდა. აი ამიტომ ვაცხადებ, ჩვენ ამის შესახებ რამოდენიმე დღის წინათ განვაცხადეთ და ეს პიროვნება დაკითხულიც არ არის. ეს პიროვნება და მისი ოჯახი არიან ექსტრემისტები, რომლებიც თურქეთშიც კი იდევნებიან. მამამისი არის გაქცეული ექსტრემისტული საქმიანობის გამო და უცხოეთს აპარებს თავს და ეს ადამიანიც წლებია ექსტრემისტული საქმიანობის გამო არის თურქეთიდან დევნილი და საქართველოს აპარებს თავს და თავის დროზე გადაბირებული ყავდა ახალაიას კრიმინალურ ბანდებს. მერაბიშვილის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის არის სპეცსამსახურის აგენტი, ის არის რამოდენიმე ქვეყნის აგენტი. შეიძლება ესე ითქვას, ეს არის უბრალო პიროვნება, ის არის რამოდენიმე ქვეყნის აგენტი, რომელიც ახორციელებს სპეციალურ დავალებებს და ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ შევატყობინეთ და ეს ადამიანი დაკითხულიც კი არ არის. იქნება შეეკითხათ ამ ადამიანს მართლა აპირებს რამეს, არ შეუკითხი არ არის ამის შესახებ ამ ადამიანისთვის. საოკუპაციო ხასთანაც მართავთ მარშის გამართვას და როდის საოკუპაციო ხასთან აპირებთ უახლოეს მომავალში. ჩვენ ამას დავგეგმავთ. იქ უნდა იყოს ძალიან ბევრი. ალბათ დამეთანხმებით. იქ არ უნდა იყოს ერთი-ორი მარგინალური პოლიტიკური ძალა ან ვიღაც პიროვნები. იქ უნდა იყოს ძალიან ბევრი. აუცილებელი არის რომ ამ პროცესში ბესეთული, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილიც ეს იყოს ჩართული საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია. იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ჩართული, რათა თემა საზოგადოება და არა რაღაც დამნაშავე ორგანიზაციამ ნაციონალურ მოძრაობამ, რომელიც ტვინის ხარეზე არის ამ შემთხვევაში გავაპროტესტოთ ოკუპაცია. დღეს რამდენ ადამიანს ელოდებით დაახლოებით მარშზე? ჩვენ სხვებისგან განსხვავებით, არც ავტობუსები დავიქირავებია, იმიტომ რომ ფული არ აქვს. არც სამარშრუტო ტაქსები, იმიტომ რომ ფული არ აქვს. ვერც სატელევიზიო რეკლამა ვერ გაუშვით, იმიტომ რომ ფული არ აქვს. აქედან გამომდინარე და ვერც ფულს ვერ დაურიგებთ, დღეს როგორც ურიგებენ 20 წელს იმ ადამიანებს, რადგანაც არ აქვს ამის თანხები. ამიტომ აქედან გამომდინარე, რამდენი ადამიანი სურვილს გამყავს, იმდენი ადამიანი მოვა. ვიქნებით 200-ნი, ვიქნებით 200-ნი, ვიქნებით 300, ვიქნებით 300 არაფერი, ვიქნებით 500, ვიქნებით 1000, 10000, 100000, ეს გამოჩნდება, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში არის ხარისხი, თავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ საქართველოში იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც სანაგვეზე მოისურვის ყველა იმ მოღალატეობრივ ძალას, რომელიც მოღალატეობრივ ძალას წლების განმავლობაში აბიტურებდა ხალხს, რომელიც იმართებოდა სოროსის და სხვა ქართულ მოძულებთა ფულებით და რომლებიც ჩვენი ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ ვართ. რაიმე კონკრეტული მოადასხმა რაც სახელმწიფოს მოთხოვნების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, როდესაც დამთავრდება მანიფესტაცია და მიტინგი, იქნება მიტინგზე გაცხადებული ვადაც და თვითონ პეტიციის ტექსტიც. კადრები? ძალიან მადლობა. რამდენიმე კადრი გადავხავთ და ანუ საბოლოო ლოკაცია არის მარჯანიშვილის მოედანი და არა კანცელარია. ესეც გავცნობ. გააჩნია როგორ მოიქცევა ხელისუფლება. რაც თავარია ყველა სოციალია და ყველა ვარდინაზე მოხსენებული არის. იაცარდა ყველა ყოფილო ჩვენი ძალები მაქსიმალურად ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და რა თქმა უნდა ამაში თუ დაგვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებით მადლობელი და მათი მოვალეობაცაა და არავინ არ შევიდეს შეცდომაში რომ ჩვენ ვართ მოწადინებული რამე თუნდაც ზებისმიერ რამე პროვოკაციას რო წამოვიღოთ და რამე არეულო ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ქართული საქმე მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით შეიძლება. თუ რაიმე საქმის პროვოკაცია გაკეთება, ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს გაკეთებული პროვოკაცია.
და არავის მადლობლები ჩვენ არ ვიქნებით. ჩვენ არ გვაწყობს რაიმე სახით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა არამედ ზიანდება, თუნდაც საერთაშორისო დონეზე იქნება საერთაშორისო დონეზე ერთად გამოფიქსირება.